პროცესი, რომელიც ტრანსატლანტიკური კავშირების გაუარესებამ და დონალდ ტრამპის განცხადებებმა დააჩქარა ნატოს მომავალი და ერთიანობის საკითხი ბუნდოვანი ხდება. ირანის წინააღმდეგ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის ერთობლივმა სამხედრო ოპერაციამ და ჰორმუზის სრუტის გარშემო შექმნილმა ვითარებამ ამერიკასა და ნატო მოკავშირეებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაამწვავა. დონალდ ტრამპი მათ მიმართ იმედგაცრუებას საჯაროდ გამოხატავს და პირდაპირ ამბობს, რომ ალიანსიდან ამერიკის შეერთებული შტატების გასვლის საკითხს განიხილავს. ეს გზავნილი ამერიკის სახელმწიფო მდივნის ცოტა ხნის წინანდელ განცხადებაშიც იკითხებოდა. ორგანიზაციის მისამართით მუდმივი კრიტიკის, მწვავე რიტორიკისა და მუქარების ფონზე სულ უფრო აქტუალური ხდება ევროპის საპასუხო ქმედება და ჩნდება კითხვა, როგორ ეცდება ევროპა ამერიკელი მოკავშირის შენარჩუნებას და თან თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით მეტი პასუხისმგებლობის აღებას. გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა ეგრეთ წოდებული ევროპული ნატოს გეგმაზე წავს, რომელიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსიდან ამერიკის შეერთებული შტატების გასვლის და ევროპიდან სამხედრო ძალების გაყვანის შემთხვევაში სარეზერვო გეგმად განიხილება. მეტი როლი ნატოს მართვის სისტემაში და ამერიკული სამხედრო შესაძლებლობების საკუთარით შევსება. ასეთია გეგმის ნაწილი. რამდენად რეალურია ტრამპის მუქარა და რამდენად შეძლებს ძლიერი მოკავშირის გარეშე დარჩენილი ევროპა ალტერნატიული გეგმით რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფას. თაკო მუშკუდიანი დეტალებით. ეს ნატოს შექმნის ისტორიაში პირველი სამიტია. კადრები 1957 წლით არის დათარიღებული. შეხვედრის მიზანი სწორედაც რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ერთიანობის დადასტურება იყო ცივი ომის შემდეგ. დღეს კი შექმნიდან 76 წლის შემდეგ ალიანსის არსებობა და განსაკუთრებით ერთიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ერთ-ერთი მიზეზი კი ირანში მიმდინარე ომის შედეგად ნატოს წევრ ქვეყნებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დაძაბული ურთიერთობები ხდება. რატომ ხარჯავთ მილიარდებს ნატოზე ყოველწლიურად თუ ისინი ჩვენ არ დაგვეხმარებიან? თუ ისინი ახლა ჩვენ არ გვეხმარებიან, მაშინ იმაზე უფრო დიდ საკითხზე არ იქნებიან ჩვენ გვერდით ვიდრე ირანიამ. ირანთან ომის დაწყების შემდეგ შეერთებული შტატების პრეზიდენტს არაერთხელ განუცხადებია, რომ ის ნატოს დატოვებას სერიოზულად გეგმავს. დღეს კი ისე როგორც არასდროს ევროპის ქვეყნები გრძნობენ, რომ საფრთხე რეალურია. ევროპული ნატო ასეთი ევროპული ქვეყნების გეგმა იმ შემთხვევაში, თუ ამერიკის შეერთებული შტატები ჩრდილოატლანტიკური ალიანსიდან გავა. ამ იდეის იმპულსი კი როგორც აღმოჩნდა ბერლინიდან მოდის. ქვეყანა, რომელიც წლების განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა საფრანგეთის იდეას, ევროპის დამოუკიდებელ სამხედრო ინდუსტრიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებზე ნაკლებ დამოკიდებულებაზე, ახლა მიდგომას ფრიდრიხ მერცის განცლერობისას ცვლის. ამ გეგმის თანახმად ევროპა შეძლებს საკუთარი უსაფრთხოება თავად უზრუნველყოს და გამოიყენოს ნატოს სამხედრო სტრუქტურები. გეგმაზე მომუშავე ოფიციალური პირები ცდილობენ ევროპელებს უფრო მნიშვნელოვანი როლი ჰქონდეთ ნატოს მართვისა და სარდლობის სისტემაში და ეტაპობრივად შეავსონ ამერიკული სამხედრო რესურსების საკუთარი შესაძლებლობებით. ევროპა უკვე მუშაობს პრაქტიკულ სამხედრო საკითხებზე. მაგალითად, ვინ გაუწევს ხელმძღვანელობას საჰაერო და ანტისარაკეტო თავდაცვას, როგორ იმუშავებს ლოჯისტიკა და როგორ ჩატარდება ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები ამერიკელი ოფიცრების გარეშე. ამ გეგმას უკვე გამოუჩნდა მოწინააღმდეგე პორტუგალიის სახით. ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ეწინააღმდეგება ერთიანი ევროპული არმიის შექმნას. რაც შეეხება შეერთებულ შტატებს, პორტუგალიაში მას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მთავარ პარტნიორად თვლიან. ჩვენ არ ვუჭერთ მხარს ერთიანი ევროპული არმიის იდეას, ხოლო პორტუგალია აფასებს ამერიკის შეერთებულ შტატებს. თუმცა ფაქტია, რომ ევროპა ახლა დიდი გამოწვევის წინაშე დგას. ექსპერტების აზრით, ახალი ევროპული არმიის შექმნა შესაძლოა სერიოზული განხეთქილება გამოიწვიოს ევროპულ ქვეყნებს შორის. იმის თაობაზე თუ ვინ ულიდერებს ამ ახალ სამხედრო ალიანსს. მეორე მხრივ კი შესაძლოა ევროპამ ვერ შეძლოს იმ რესურსების მობილიზება, რაც რეგიონალური უსაფრთხოებისთვისაა საჭირო. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ სწორედ ეს არის მიზეზი იმის, თუ რატომ ცდილობს ნატოს ამჟამინდელი გენერალური მდივანი ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების დალაგებას. ის, რასაც ნატო ნამდვილად კარგად აკეთებს ევროპისთვის, არის მისი წევრების განსხვავებული საფრთხეების გაერთიანება. სახელმწიფოები, მაგალითად, ბალტიის ქვეყნები საფრთხეს სულაც არ ხედავენ, ისე როგორც სკანდინავიური ქვეყნები, ან იტალია, საბერძნეთი და ასე შემდეგ. და ნატო აიძულებს მათ ერთად იმუშაონ. რაც უფრო მეც ვფიქრობ ევროპული არმიის შესახებ, მით უფრო მგონია, რომ ეს არის გეგმა B. კარგია დაიწყო დაგეგმვა უარესი შემთხვევებისთვის და ეს არის საკითხი, რომელსაც უნდა ვიფიქროთ. მარადიული რომ არაფერი ამას ნატოს ყოფილი გენერალური მდივანიც ადასტურებს. იენს სტოლტენბერგი იხსენებს ტრამპის თავდაპირველ 2018 წლის მუქარას ამერიკის შეერთებული შტატების ალიანსიდან გაყვანის თაობაზე და აღნიშნავს, რომ ამჟამინდელ განცხადებებს წევრი ქვეყნები სერიოზულად უნდა მოეკიდონ და ნატოს დაშლის საფრთხე არა 100 წლეულების, არამედ უახლოესი 10 წლეულის რეალობა შეიძლება გახდეს. ბუნების კანონი არ არის, რომ ნატო სამუდამოდ იქნება. ქვაზე არ წერია, რომ ნატო მომდევნო 10 წლის განმავლობაში იარსებებს. რეალობა ასეთია. ლიდერები, რომლებიც ოდესღაც მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი პრეზიდენტის კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობდნენ, ახლა ზეწოლაზე საუბრობენ და მისგან დისტანცირებას იწყებენ.
ეს ჩვენი ომი არ არის. ჩემზე დიდი ზეწოლა განხორციელდა, რომ სხვა გზა ამერჩიათ. მე აზრის შეცვლას და დანებებას არ ვაპირებ. ამ ომში ჩართვა ჩვენს ეროვნულ ინტერესებში არ შედის და ჩვენ ამას არ გავაკეთებთ. მე ზუსტად ვიცი სად ვდგავარ. უკვე 47 დღეა, რაც მსოფლიო ყურადღების ცენტრში ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სიტუაცია და ჰორმუზის სრუტეა. შეერთებული შტატების ლიდერი აცხადებს, რომ ომი მალე დასრულდება, თუმცა მხარეებს შორის კომუნიკაცია ამ დრომდე პაკისტანის შუამავლობით ხდება. ვითარება მსოფლიო გლობალური ეკონომიკისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი მარშრუტის გამო კი კვლავ დაძაბულია. ტრამპი აცხადებს, რომ საზღვაო მარშრუტი იხსნება და გემები ბრუნდებიან. სანაცვლოდ კი, როგორც ირკვევა ჩინეთის ლიდერისგან პეკინში ვიზიტის დროს ჩახუტებას ელოდება. პრეზიდენტი სი ძინპინი რამდენიმე კვირაში, როცა იქ ჩავალ, მაგრად ჩამეხუტება. ჩვენ ერთად ჭკვიანურად და ძალიან კარგად ვმუშაობთ. განა ეს ბრძოლას არ სჯობს, მაგრამ გახსოვდეთ, ჩვენ ძალიან კარგები ვართ ბრძოლაში. თუ საჭიროა ბევრად უკეთესები ვიდრე ნებისმიერი სხვა. სოფლიოში არსებული ქაოსი გრძელდება. ფაქტია, რომ ირანთან ომმა ერთდროულად ორი კრიზისი წარმოშვა, ერთი ახლო აღმოსავლეთში, მეორე კი ნატოს შიგნით. მანამ სანამ ვაშინგტონი და თეირანი ამ კრიზისიდან გამოსვლას ცდილობენ ევროპაში სერიოზულად სვამენ კითხვას მოუწევთ თუ არა საკუთარი უსაფრთხოების პირისპირ მარტო დარჩენა.